თბილისში вообще ის რა ქვია ბოკერიას ხონდა ბოკერიას კი უნდა ყველაფერი სწორია რაღაც რევოლუციური სცენარისა ესე იძახის მაგრამ მე იძახს რომ აი თუ რევოლუციური სცენარი გამოდის ხონდა მოემზადოთ მე კოალიციების რომ ვისაც კოალიციების უნდა მომზადება მოემზადოს მე არ სრულიანობა კოალიციების მომზადებით მაგისთვის არ ვიძახი რას ისე კოალიციების მო კი გეთანხმებით ამიტომ აკაც მზად უნდა ვიყოთ ეგეთი იმისთვის ჩვენ აქ ეს вообще ეს ლაპარაკი რომ კი მაგრამ ჩვენ ხო ის სცენარიც უნდა გქონდეს და ამიტომ უნდა დავიტოვოთ გზა და კოალიცია ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია მაშინ გავაკეთოთ კოალიცია იმასთან კახი კალაძესთან ბალოსანიასთან იმასთან ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი ხო და აი როგორ გავაკეთეთ მაგაზე მთელი ისა ფიქრობდა აი რომ რანაირად გავაკეთოთ მაგას ჩვენ ამჟამად რევოლუციური ვითარებაში ჩავატაროთ ბარჩონები ანუ ხალხის აღკინების პროცესი ისე მოეჯებენ და მე უკვე ესე ნიკო რევოლუცია აღჯერ მოსკოვი აქ მოხდება მოხდა დედისტრაფი კადაფი უნდა გამოაცხადოს და ჯოქი ტრაქტორი მოხდა კაი რომ შენ ეგრე ფიქრობ და მე უკვე უმეტესობა ეგრე ფიქრობ просто იმათაც უნდა ღიად რაღაც სკოლაში მოვადოთ ეგრე ხო და ის რა ქვია თავი რუსთავი მოაწიფებს აბარა ეკვალიტარი ვაჭრობა და ტრეიდოფები და იქით აქეთ და რაღაც საზღარი ხო და თქვენ უნდა აიღოთ ინიციატივა რა მე მგონი კაკოს და ჩეკრა გრუპი კაკო ესა რა ქვია ბეჟაშვილი ვიღაცები ვინც არის რადიკალური გაწმობილი და ვიდან უნდა შევაჯოთ მაგ თემას ეს კაცი რუსთავის ხალხს ავსვანიშვილი საქმე არის ასაკუთრებული და დაკო ფინანსები აფინარი უნდა მისცეს კაცი ფიდეში ორი სამთვიანი აქცია და დამჯდება 200 კაციანი კარული ჩემპიონს ეს ჩემპიონი ადაპტირების დაგინოს მე მგონია რომ მართლა ეგრე ჯობია როგორც კაკოა რევოლუციური სცენარი უნდა სხვანაირი არ ვიყავ სხვანაირი კაკოს ინტუიციას ვენდობით ხია გამოვიყურებთ უყურე დამარცხებულები ამიტომ კიდევ ბევრი ხალხის მობილიზება არა მოგვიგებენ ყველა ვარიანტი მოგვიგებენ არჩევნებს ეს ვიცი და შეიძლება პარაშენკოს არის რა პარაშენკო მესიჯა 5-4 საათზე და ეხლა კიდე მესიჯა დილის